კომპლექსურად უნდა ყველაფერს გაგება და მხოლოდ ერთი ასპექტით, აი მზე დაზიანებული მაქვს და როგორ მოვიქცე, რატო არის დაზიანებული? იქ თერაპიულად უნდა შევეხოთ მამის მოდელი რა ხდებოდა, შიგნით მამაკაცური საწყისი მე მინდა ეს იმპულსი როგორ არის. ჩავაღრმავოთ ადამიანის საკუთარ მეში, საკუთარ ეგოში, საკუთარ თვითგამოხატვაში, გავახსენოთ აი ეს თვითგამოხატვის შეფერხება როდის ხდებოდა, ხო, სიტყვაზე. და შეიძლება მათ კი მზე არის დაზიანებული, მაგრამ გაცილებით უფრო რთულად იყოს სხვა ასპექტები და იქით იყოს მისამართით მთავარი ენერგია და ეს თავისთავად ფრაგმენტში უკვე შემოვა, ხო? აი ეს არის როგორი რაღაც იცით, რომ აი პირდაპირ გითხრათ, ნებისმიერი თქვენი კითხვა, რაც არის, ან პირადში მაქვს ხოლმე მოწერილი, ან YouTube-ზე მიწერთ, ან დახურულ ჯგუფში Facebook-ზე მიწერთ, ან page-ზე მიწერთ Facebook-ზე სიტყვაზე, ხო? აი ეს არის როგორი რაღაც იცით, რომ მაგალითად რაღაცა მაწუხებდეს და მივიდე ექიმთან და ვეუბნები, რომ აი ეს მაწუხებს და რა არის ექიმი. ის მეტყვის, რომ გაიკეთე ეს ანალიზი და თუ აქ არ გამოვიდა, მე სხვა კვლევებს დაგინიშნავ, ხო? ზუსტად ისეთივე თემა არის. შეიძლება იქ არ გამოვლინდეს, მე მივდივარ სხვა კვლევაში. შეიძლება იქვე გამოვლინდეს რამდენიმე ანალიზში, ხო? აი ზუსტად ესეთი რაღაც არის ჩვენთანაც, მეგობრებო, არაფრით არ განსხვავდება ფსიქოლოგიური მხარე სამედიცინო სფეროსგან. აქაც იგივენაირად კვლევა უნდა სისტემურად და ანალიზი არის საჭირო სისტემურად, ხო, მთლიანობაში და არა ფრაგმენტი, რომ უბრალოდ აი ხა თერაპიაზე მივიდე და არ თხოვდები და რა მჭირს არ ვიცი უთხრათ, ხო? და კი, ამას უნდა ჩაუჯდეთ და გავარკვიოთ სერიოზულად რა პრობლემა არის, მაგრამ როდესაც კომენტარში გვინდა, ან უბრალოდ ესე ვწერთ, რომ რა შეიძლება, როგორ დავამუშაო, ჩვენ და გვესმოდეს, რომ აქ პასუხს ვერ გავგვცემენ. ექიმს რომ დაუკომენტარო სადღაც Facebook-ზე სიტყვაზე, რომ კუჭი მტკივა და რას მირჩევთ, რა დავლიო, ხო? ან ალერგიული ფონი მაქვს და რა გავაკეთო, ხო? ანუ აი ესეთ რაღაცები ამას გავს. შეიძლება ვთქვათ, რომ აი ეს ასპექტი კონკრეტულად როგორ ვლინდება, კი, მაგრამ ეს როგორ დავამუშაო, აი ეს სიტყვის კითხვის ფორმულირება ძალიან მნიშვნელოვანი არის აქ, იმიტომ რომ ჩემთვისაც მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ მე რო პასუხს გავცემ, ვიღაცას ამაზე პასუხისგებლობას ვიღებ და მნიშვნელოვანია რომ ავხსნა ეს, რომ მე თუ რაღაცას ვიძახი, მე კონკრეტულ აი ამ ფორმაზე, აი ყველაფრის გათვალისწინების გარეშე, მხოლოდ ამ ჭანჭიქზე მაქვს კონცენტრირება და მთლიანობაში იქ სურათი როგორ არის. აქ უკვე უნდა ინახოს, ამას სულ ამბობ ხოლმე, ხო?